წყალმომარაგების სექტორში არსებული პრობლემების აღმოსახვერად სახელმწიფოს მხრიდან დიდი ოდენობით ფინანსური რესურსები გამოიყოფა. კონკრეტულად 2012 წელთან შედარებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბიუჯეტი იყო 34 მილიონი 23-ჯერ არის დაფინანსება გაზრდილი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ბოლო წლებში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად 3 მილიარდ ლარამდე ღირებულების პროექტებს ვახორციელებთ. 100-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობს პროექტები. რაც შეეხება 2021 წლიდან დღემდე ჩვენ შევძელით და 350,000 ბენეფიციარს გაუმჯობესდა წყალმომარაგება, რომლიდანაც 130,000 არასდროს არ ქონია წვდომა ცენტრალურ წყალმომარაგებაზე. გარდა წყალმომარაგების მიმართულებისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აგრძელებს წყალარინების მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს. უკვე ავაშენეთ 6 თანამედროვე ტიპის წყალარინების გამწვენდი ნაგებობა, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. გარდა მიმდინარე პროექტებისა, ჩვენ გეგმაში გვაქვს მომავალშიც გავაგრძელოთ წყალმომარაგების პროექტები. პროექტები გაგრძელდება იმდაგვარად, სანამ კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი ყველა მოსახლე არ იქნება უზრუნველყოფილი 24-სათიანი წყალმომარაგებით. ასევე ვაგრძელებთ წყალარინების მიმართულებით სამუშაოებს და ასევე გაგრძელდება წყალარინების გამწვენდი ნაგებობის მშენებლობაც. კომპანიის მთავარი მიზანია დაფარვის არეალში მყოფი ქალაქები უზრუნველყოთ 24-სათიანი წყალმომარაგებით 2025 წლის ბოლოდან. 40-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს ამჟამად სამუშაოები და უკვე 2025 წლის ბოლოდან დაფარვის არეალში მცხოვრები მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24-სათიანი წყალმომარაგებით.